8 მარტს გენერალ-მაიორ გენო ადამიას 80 წელი შეუსრულდებოდა. Ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად შეიკრიბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური, გენო ადამიანის ოჯახი და მისი სამეგობრო. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირულად დაღუპული მეომარი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. გმირულად დაიღუპა 1993 წლის 28 სექტემბერს. ბოლო თათბირი ჩაატარა აგუძერის ჰოსპიტალის მიდამოებში, სადაც მე ვიყავი ჰოსპიტალის უფროსი. ძალიან დასანანი იყო, დიდი შრომა გასწია, დიდი ხედრული სიმამაცე გამოიჩინა, მაგრამ სოხუმი მაინც ვერ შეინარჩუნა. გენო ადამია იყო ძალიან თბილი კაცი და ამავ დროს ძალიან კაცრი და მოთხოვნი, მაგრამ მეომრებიდან ჯარის დანაყოფები მას გენობიძეას უძახდნენ, რადგან როგორც პირად შვილებს ისე ეპყრობოდა მათ. გენობიძე იყო ჩვენი მეთაური და დღეს შეუსრულდებოდა 80 წელი. იგი იყო პატრიოტი, თავის ქვეყნის მოყვარე. მე ვფიქრობ, რომ გენო ადამია ნამდვილი გმირი იყო საქართველოს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლომდე დაეცვა სოხუმი. აფხაზეთში ომის დაწყებიდან პირველ დღიდან ჩაუდგეს სათავეში. შაგროვა ვაჟკაცი ბიჭები, ვინაიდან შემოგვიტია მტერმა, დაუხვდით პირველი შეტევიდან 413 დღე ვიომეთ, ხერსეულად პატრიოტის სავსე ადამიანი იყო, ვაჟკაცი ადამიანი იყო. ჩემთვის ძალიან საამაყო და საპატიო დღეა, იმიტომ რომ მე ყოფილი სამხედრო შენაერთის მეთაური ვარ, სადაც ბრიგადის მეთაური იყო გენერალი გენო ადამია. გენოს მეთაურობით ჩვენ ვიცავდით ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და ვაკეთებდით მაქსიმალურად ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი აფხაზეთის ტერიტორია და მისი მოსახლეობა. გენო ადამია სოხუმის სახალხო ლაშქრის ერთ-ერთი შემქმნელია. შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე 1992 წელს გენო ადამიანამ მოხალისეთა რაზმის ფორმირება დაიწყო, ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. შემდგომ კი 23-მე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მალევე დაწინაურდა და გენერალ-მაიორი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გენერალი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგაც არ დანებდა მტერს. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. 28 სექტემბერს კი კელასურის ხიდზე გმირულად დაიღუპა. 1993 წლის ნოემბერში მისმა თანამებრძოლებმა გენო ადამიანის ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.